გამარჯობათ, მე ვარ მინდი ენდელაძე, ძლეოსანი, სპრინტერი. მე ვარ ქრისტინე ჭიტაძე, მორბენალი, ძლეოსანი. მე ვარ ანდო გრიგორიანი, სპრინტერი თბილისიდან. მე ვარ ანი მამაცაშვილი, ძლეოსანი, მორბენალი. მე ვარ ვასილ ვერიშვილი, ძლეოსნობის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი. დავით მანთიძე გახლავართ მწვრთნელი ძლეოსნობაში, ძლეოსნურ ხორცნებში. გიორგი მუჯარიძე, 28 წლის ბირთვის კვრელი. მე ვარ ქეთევან მამალაძე, 20 წლის გურიიდან. ძლეოსანი, ბადროს ხორცნელი. მე ვარ თემური აბულაშვილი, 28 წლის თბილისიდან, ბადროს ხორცნელი. გოგა ჭიხარია, ძლეოსნობა, უროს ხორცნელი. მე ვარ საბა კაპანაძე, ძლეოსანი, ვარ უროს ხორცნელი. დღეს ძლეოსნობის სასახლეში ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. კერძოდ მე გამოვედი 100 მეტრ დისტანციაზე. მოვედი და მივიღე 100 მეტრაზე მონაწილეობა და გავაუმჯობესე ჩემი პირადი რეკორდი და კმაყოფილი ვარ დღევანდელი შედეგით. აქამდე მქონდა 12.16 და ეხლა გავაუმჯობესე 12.10. ვასპარეზობდი 400 მეტრ დისტანციაზე. გავიმარჯვე, შედეგიც ნორმალური იყო. ვირბინე 400 მეტრი, დავაფიქსირე საუკეთესო შედეგი და ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ჩემი სირბილით. შედეგით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, ვინაიდან რადგანაც არ ვარ ჯერ საკმარისად კარგ ფორმაში ვემზადები ევროპის ჩემპიონატისთვის. დღეს ვკარი 19 მეტრი და 95 სანტიმეტრი. არ ველოდი სიმართლე გითხრათ, კარგია ამ ეტაპისთვის. ორ თვეში დაახლოებით ევროპის ჩემპიონატი მაქვს ინგლისში და ვცდილობ რომ იმ დროისთვის ვიყო კარგ ფორმაში და ასე ვთქვათ პიკში. დღევანდელ დღეს პირველი დღე დამთავრდა, ბავშვებმა შედეგები გააუმჯობესეს. ახალგაზრდა სპორტსმენებმა 100 მეტრა 10.87 ირბინა გრიგორიანმა, რომელიც ახლო მომავალში გაეგზავნება ავსტრალიის მსოფლიო ჩემპიონატზე. ესევე კარგად იარსა 18 წლიანი ახალგაზრდა სპორტსმენმა, რომელიც 100 მეტრი ირბინა 10.19-ში, ეგეც გაემგზავრება ევროპის 18 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე. ესევე მუჯარიძე გიორგი ბირთვის კრაში, რომელსაც მოპოვებული აქვს ნორმატივი შესრულებული და გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე. აქვე ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება ორი სპორტსმენი. ლაშა ღულილაური, რომელიც დღეს გადახდა 16-25-ზე და ისიც ახლოსაა რეიტინგთან, რომ სავარაუდოდ ეგიც მოხდება ევროპის ჩემპიონატზე. ევროპის ჩემპიონატი იწყება 5 აგვისტოდან. დღეს მქონდა შეჯიბრება ბადროს ხორცნაში, სადაც გავხდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონი და ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემი მე-6 შეჯიბრია, დავიკავე მეორე ადგილი უროს ხორცნაში. დღეს ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, ავიღეთ პირველი ადგილი. ამ შედეგისთვის იდეაში მზად ვიყავით, იმიტომ რომ აქამდე პირველი სტარტი ქონდა და იქაც იგივე შედეგი გავიმეორეთ. მოლოდინი მეტი იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ შემდეგისთვის ვფიქრობ უკეთესად და უფრო ძლიერად დავბრუნდები. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატია. გუშინ ჩატარდა ორ დისციპლინაში, ბირთვის კვრაში, როგორც ხალებში, ასევე მამაკაცებში და ჩატარდა ასევე შუბის ხორცნაში. ბირთვის კვრაში გაიმარჯვა გიორგი მუჯარიძემ, სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა მამაკაცებში 19 მეტრი და 95 სანტიმეტრი. ხალბატონებში გაიმარჯვა სოფიკო შათირიშვილმა. მანაც საუკეთესო შედეგი დააფიქსირა სეზონის 15-52 სანტიმეტრი. დღეს ჩატარდა ბადროს ხორცნაში შეჯიბრება, ასევე ჩატარდა უროს ხორცნაში შეჯიბრება, როგორც ხალბატონებში, ასევე მამაკაცებში. დღესაც ნორმალური შედეგი იყო თემური აბულაშვილმა 55-80 ხორცნა ბადრო, სეზონის საუკეთესო შედეგი ხალბატონებში გაიმარჯვა ქეთევან მამალაძემ, ასევე 38-80 სეზონის საუკეთესო შედეგი. ამ სპორტში დიდი ხანი არ არის, რაც დაკავებული ვარ, ასე ვთქვათ, დამწყები ვარ, ჯერჯერობით ეს არის ჩემი მესამე წელი. ხელოდესაც გამოვედი ძლეოსნობის ჩემპიონატზე, ასე ვთქვათ, მიმიზიდა ამ სპორტმა და ჩემი ოცნებები რადიკალურად შეიცვალა. 4 წელია უკვე რაც დავბი ვარ, მაგრამ მანამდე ვიყავით ყორცნებზე, უროსაც ვყორცნიდი და შემდეგ გადმოვედი და ეხლა მხოლოდ სირბილით შემოვიფარგლები. საქართველოს ჩემპიონი ვარ, რაც ძლეოსნობაში გადმოვედი, შემოვედი ამ სფეროში. ჩემი დისტანცია 800 და მას მერე სულ რაც მოვედი, სულ ვიგებ საქართველოს ჩემპიონატს, პირად ჩემპიონატს და ეროვნულ. 12 წელია ვასპარეზობ ძლეოსნობაში. არიან გამოკვეთილი სპორტსმენები, ახალგაზრდა სპორტსმენები, მაგალითისთვის სიგრძეზე მღვდელი გოგო ზახარიანი ანა, რომელიც გადახდა 5.53-ზე, ახალგაზრდა სპორტსმენია, იგივე მუღალაშვილი იზი, წარმატებითი ასპარეზა იმას სიგრძეზე ხდომაში, ესევე 100 მეტრზე სირბილში ახალგაზრდა გოგონამ გოგიტიძემ
კარგად ირბინა 12-60 ირბინა. ამ სპორტით ერთი წელიც არა ვარ დაკავებული, შემოვედი რაღაც ახალი წლების შემდეგ. სიმართლე გითხრათ, ძალიან საინტერესო გზით მოხდი რა. ჩემი მწვრთნელი ბატონი ზურა აღმოჩნდა უნივერსიტეტში ჩემი ლექტორი. შემდეგ ლაპარაკის და კიდევ ბევრი ლაპარაკის შემდეგ აღმოჩნდა რომ მწვრთნელია და წამიყვანა თვითონ და ასე აღმოჩნდი ამ სპორტში. 2012 წელს მოვედი სკოლაში სპორტის მასწავლებელმა მითხრა რომ ცადოთ ეს სპორტიო და წამოვედით გორიდან. ესე შემთხვევით რა. კარი ბირთვით მწვრთნელმა მითხრა რომ კარგიაო და ერთ კვირაში თუ დაახლოებით 10 დღეში მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი ასაკობრივში უკვე და იმის მერე აქ ვარ. შემიყვარდა ეს სპორტი ძალიან. ჩემი ცხოვრებაა ასე ვთქვათ რა. მეხუთე წელია რაც ამ სპორტით ვარ დაკავებული. ჩემი და ამ სპორტის ურთიერთობა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა პირველად ჩამომიყვანეს თბილისში გურიიდან საქართველოს ჩემპიონატზე და პირველივე შეჯიბრზე მოსწავლეებს შორის გავხდი საქართველოს ჩემპიონი. და მას მერე ისე მოვიწამლე ამ საქმით, რომ დღემდე რაღაცნაირად ჯარისკაცივით ვემსახურები ამ საქმეს. პირველ რიგში, ჩემი აზრით, საჭიროა რომ სტადიონი გქონდეს გარეთ. მანაჯი კი გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ სტადიონი კარგი იქნება ჩვენი იმისთვის, რომ ჩვენი შედეგები წინ წავიდეს და გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეთ ევროპაში ან მსოფლიო დონეზე. პოპულარიზაციაც ძალიან აუცილებელია. მომწონდა თავიდანვე სირბილი, მწვრთნელის ყავდა შესაბამისად კარგი და გავყევი, იმიტომ რომ მინდოდა დიდი შედეგების ჩვენება ამ სპორტში. ყავდა ფავორიტები, ეს არის ერთ-ერთი მსოფლიო რეკორდსმენი უსეინ ბოლტი და კიდევ მრავალი სხვები. შარშან გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი 400 მეტრაზე მეორე ადგილოსანი. სადაც 54-60 ვირბინე 400 მეტრი. ამ პირველ რიგში რა თქმა უნდა, თქვენ დიდი მადლობა რომ მოგდანით ეხლა რომ თქვენ მძლეოსნობას აშუქებთ. პოპულარიზაცია აუცილებელია. ისე რომ მძლეოსნობის ახლა თქვენს მოგეხსენება თუ აუცილებელია ბილიკები. სტადიონი, რომელიც ამჟამად ჩვენ არ აქვს, თქვენ შეხედავთ თუ სად ჩავატარე ეროვნულ ჩემპიონატს და ვიმედოვნებთ რომ ერთი მძლეოსნის სტადიონი ექნება მძლეოსნებს და უფრო მეტი წარმატებები იქნება და უფრო მეტი წინსვლა იქნება მძლეოსნობა. მოგეხსენებათ რომ მძლეოსნობა ყველა სპორტს არა გინდა ფეხბურთელი იყოს, გინდა კალათბურთელი ხო, ყველა აქ მოდის და ემზადება ფიზიკურ მომზადებაში. აქ გადიან ჩვენთან ფიზიკურ მომზადებებს. ისე რომ ბილიკები აუცილებელია ყველას. უახლოესი მიზანი როგორც თქვი, ევროპის ჩემპიონატი მოდის მალე და იქ მინდა კარგად ვიასპარეზო, წინასწარ ახლა ვერ ვიტყვი ზუსტად რა და როგორ, მაგრამ ვეცდების რომ საქართველოს მწვრთნელების და ფედერაციის იმედები გავამართლოთ, საომავლოდ კიდევ რა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენისთვის მიზანი და მწვერვალი არის ოლიმპიური თამაშები და ოლიმპიური თამაშების ჯერჯერობით ლიცენზია და შემდეგ უკვე დანარჩენი იქ მოხდება. ჩემი მიზანი უპირველესად და არა მარტო ჩემი, ყოველი სპორტსმენის, ვინც ოლიმპიურ სახეობაში ასპარეზობს, ოლიმპიადაზე მოხვედრაა. და ამ ეტაპზე გამარჯვებით გამიჭირდება გამარჯვება ოლიმპიადაზე, მაგრამ მოხვედრაც ძალიან კარგი იქნება ჩემი სპორტული კარიერისთვის. ჩემი მიზანი ამ სპორტში არის, რომ მივაღწიო ჩემი თავის მაქსიმუმს რა და ჩემი თავის საუკეთესო ამოვიღო. თუნდაც ეს იქნება ევროპის ოქროს медали, მსოფლიოს ოქროს медали თუ ოლიმპიადის ოქროს медали. ამ ეტაპისთვის ახლა ვემზადებით. თურქეთში ტარდება სტამბოლის თასი 11 ივლისს. ვემზადებით მაგ სტარტისთვის. მაგის მერე ტარდება მალტაში მეორე სტარტი და ამ წელიწადს ეს ორი შეჯიბრი დაგვრჩა. ცოტა ესეთი სერიოზული ესე რო ვთქვათ და მომავალ წელს უკვე მსოფლიო და ევროპის ოლიმპიადა და დანარჩენი უკვე 2028 წლის ოლიმპიადისთვის ვფიქრობ რომ დასახულ მიზანს ავისრულებთ რა. თვითონ შედეგი 41 მეტრი და 51 სანტიმეტრი მაქვს საუკეთესო დაფიქსირებული. თუმცა დღეს ვერ გავაუმჯობესე, მაგრამ მაქვს იმედი და არ ვნებდები. რა თქმა უნდა, როგორც ყველა სპორტსმენის მიზანია მივიღო მონაწილეობა ოლიმპიადაზე, გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი. ეს უფრო დიდი მიზანია, რადგან დამოუკიდება საქართველოს ისტორიაში ეს არავის არ გაუკეთებია და იქნება ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა, რომ ესეთ დიდ ასპარეზზე გავიყო ჩვენი ქვეყანა და უფრო კარგად გავაცნო ეს სპორტი. ალბათ როგორც ყველა სპორტსმენისთვის არის რომ ჯერ ჩემი პირადი რეკორდები გავაუმჯობესო და შემდეგ მაღალ მწვერვალებზე მივიღო მონაწილეობა ოლიმპიადაზე, მსოფლიოზე და ასე შემდეგ. შესაბამისად რაც გვაქვს დღესდღეობით, მივყვებით ისე როგორც შეგვიძლია. გვაქვს დახურული დარბაზი, ამ შემთხვევაში არ გვაქვს სამწუხარო სტადიონი, მაგრამ რო არ ჩავარდეს საერთოდ ვცდილობთ რომ მაღალ დონეზე ასე თუ ისე გამოვიდეთ და ვიასპარეზოთ. ეს იქნება ევროპის ჩემპიონატი თუ სხვადასხვა მაღალ მწვერვალების დაპყრობა და მიღწევა. რა თქმა უნდა, გვჭირდება სტადიონი, მძლეოსნობას სჭირდება ეს პირველ რიგში სტადიონია, კვალიფიცირებული მწვრთნელები, შესაბამისი ინვენტარი. რათა განვახორციელოთ ჩვენი შედეგები უფრო დიდი შედეგებისკენ და მივაღწიოთ უფრო დიდ შედეგებს
ვიდრე ახლა ვართ. თავი მიზანი არის ოლიმპიადაზე მოხვედრა. მაგრამ ჯერ აქ და ახლა ვარ. ვცდილობ ჩემი შედეგები გავაუმჯობესო, განვითარდე ჩემს მწვრთნელთან ერთად, ვისიამოვნო ამ ყველაფრით და ვასიამოვნო ჩემი ტრენერი, ჩემი გაუმჯობესებული შედეგებით. ძალიან ბევრი გზის უკვე, სადღაც უკვე 25 გზის საქართველოს ჩემპიონი ვარ ამ სპორტში. იცით, ძალიან მიყვარს ჩემი სპორტი და ჩემი ქვეყანა. ჩემი მიზანია, რომ ჩემი შრომით, თავდადებით და წარმატებებით ვაამაყო. ძალიან მინდა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება და კარგად გამოსვლა.